სანამ მკითხოს უპასუხებდე, ანუ ზოგად შეფასებას მეც გავაკეთებ, ჩვენ რეალურად მომსწრენი ვართ მეორე სისტემური ომის მსოფლიო მასშტაბით. პირველი სისტემური კონფლიქტი ეს არის უკრაინა, მეორე ეს არის ირანი და რას გულისხმობ, როდესაც ვამბობ სიტყვას სისტემურს და ანუ რაღაცა მხოლოდ შეფასებითი ზეცართავი არ იყოს. სისტემური კონფლიქტი გულისხმობს იმას, რომ ეს კონფლიქტები გადაწყვეტენ მომავალში თუ როგორ საერთაშორისო სისტემაში ვიცხოვრებთ გლობალური საზოგადოება. შენარჩუნდება უნიპოლარიზმი და ვიქნებით ჰიპერუნიპოლარიზმში სამომავლო თუ იქნება ეს რაღაც გარდაუვალი მულტიპოლარული სამყაროს ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ ეს კონფლიქტი დაემატა უკრაინის კონფლიქტს მნიშვნელობით და შეიძლება მისი მნიშვნელობა უფრო გაიზარდოს, ვიდრე არის მაგალითად უკრაინის კონფლიქტი. დღეს თუ შევხედავთ ახლა ირანის ქმედებებს, აი თქვენ კითხვა რასაც შეეხებოდა, ირანი რეალურად მოქმედებს ეგრეთ წოდებული მედდოგის, ცოფიანი ძაღლის პრინციპით, რომელიცაც სხვა გზა არ დაუტოვეს გარდა იმისა, როგორც ის იქცევა, ის თავს ესხმის იმ ქვეყნებს, რომლებიც პირდაპირ დაპირისპირებაში არ არიან მათთან შესული, არ აქვთ ომი გამოცხადებული და შეიძლება ითქვას ის, რომ თუ მაგალითად 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ირანი გარკვეულწილად კონსტრუქციულ ჩარჩოში ჭყალებში თქვა ესე კონვენციურობის ფარგლებში მოქმედებდა ისრაელის და შეერთებული შტატების წინააღმდეგ, ეს კონვენციურობა ამ ომით მან დაარღვია და თქვა ესე რომ მაგალითად ისრაელს და შეერთებულ შტატებს აუყირავა მაგიდა და იგულისხმება ზუსტად ეს რომ მან დაარტყა ამერიკულ და ებრაულ ინტერესებს იქ სადაც არ მოელოდნენ ისინი და დაარტყა ამ შემთხვევაში ამერიკულ ეკონომიკურ და ასე ვთქვათ ფინანსურ ინტერესებს. გულისხმობ იგივე არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, იგივე ყატარს, იგივე კუვეითს, იგივე ბაჰრეინს და ეს მოულოდნელობაა ის იმ გაურკვევლობის მიზეზი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ვაშინგტონში, ჩვენ რეალურად ვხედავთ ნარატიულ ქაოსს. აი რაში გამოიხატება ეს ნარატიული ქაოსი? პირიქით, ტრამპი ძალიან თავდაჯერებულია, ის აკეთებს განცხადებებს, რომ ყველაფერი კარგად მიდის, გეგმას უსწრებს თვითონ დღეს არსებული რეალობა. ეს არის რა თქმა უნდა პიარის ნაწილი, რომელთაც ქვეყანამ უნდა გაამართლოს საკუთარი სამხედრო. ეკეთება განცხადებები, რომ ახლა ისინი წაქცეულს ურტყამენ წიხლებს ირანის სახით, აი პირდაპირ ასეთი განცხადება იყო დღეს. ბოლო დღეებში ჩვენ ვერ გავარკვევთ თუ რატომ არის ეს ომი წამოწყებული, ხო? ნუ იყო ჯერ მიზეზი, რომ ჩვენ არ გსურს ამ რეჟიმთან ურთიერთობა და ის უნდა შეიცვალოს. შემდგომ ვიხილეთ, რომ თავარი მოტივი არის, რომ რეჟიმა შეცვალა და გააუქმა საკუთარი ბირთვული იარაღის პროგრამა. შემდგომ ნახეთ, რომ თავარი ორიენტირი არის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის გაჩერება. შემდგომ ნახეთ, რომ ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, ირანმა დაგვიწყო ომი და ჩვენ ვართ რეაქციულ პოზიციაში, რაც იწვევს აი გაუგებრობას და ესეც მანიშნებელია იმისა, რომ ომის გეგმა რაც არსებობდა თავი დასაწყისში ვაშინგტონში, იმ გეგმას არ მიყვება პროცესი და ეს გადაითარგმნება ამ ნარატიულ ქაოსში. ამ შემთხვევაში ის უნდა ვახსენოთ, რომ გარკვეულწილად პიარულადაც ის ასე ვთქვათ, განზომილება, რაშიც ამ შემთხვევაში დასავლეთ და კონკრეტულად შეერთებული შტატები საკმაოდ ძლიერია, აი პიარული თვალსაზრისითაც საკმაოდ სუსტად გამოიყურება შეერთებული შტატები, იმიტომ რომ ეს არგუმენტაცია ამ კონფლიქტის დაწყების და წარმოების თვითონ შეერთებულ შტატებშიც არ არის, ამერიკულ საზოგადოებაშიც არ არის დაკმაყოფილებული. ხო, თვითონ რესპუბლიკურ პარტიაშიც არის გარკვეული კრიტიკა, თუ რატომ წამოვიწყეთ ეს ომი, ნუ თავი დავანებოთ, ასე ვთქვათ, დემოკრატიულ პარტიას. ხო, უკვე ვნახეთ, რომ დემოკრატიული პარტია უკვე ცდილობს, რომ გარკვეულწილად პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს აი ამ დავარქვათ ესე ვთქვათ კონფლიქტის დაწყება ყოველთვის ითვლება შეცდომად და აი ამ შეცდომაზე დივიდენდების მიღება გარკვეული ესე ვთქვათ დემოკრატები გამოჩნდნენ, რომლებიც უკვე კრიტიკით გამოირჩევიან და ნუ ესეთი მთავარი ორიენტირი მათთვის არის საშემოდგომო შუალედური არჩევნები, სადაც შეეცდებიან ისინი, რომ ასე ვთქვათ საკანონმდებლო ორგანო წაართვას. საფრთხები არ ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს მაშინ წინასწარ გააზრებული და დაშვებული, რაც თქვენ ახსენეთ, ახლა თუნდაც თქვათ აი იმ ქვეყნებზე თავდასხმები ირანის მხრიდან, რომლებიც პირდაპირ არ არიან ამ ოპერაციაში ჩართული. როგორც ჩანს, ძირითადი ორიენტირი იყო ისრაელის თავდაცვაზე და ის თავდაცვითი სარაკეტო სისტემები, რომლებიც განლაგებული არიან თუნდაც სპარსეთის ყურეში, ეს რეალურად თავის დროზევე ასეთად მოიაზრებოდნენ, რომ ეს იყო პირველი თავდაცვითი ზღუდე ისრაელისთვის სპარსეთის ყურის ქვეყნები ზოგადად და ის თავდაცვითი სარაკეტო სისტემები, სადაც ისინი იყვნენ განლაგებულები და ამის მიმართ
კრიტიკა უკვე ნახეთ მონარქიული, ასე ვთქვათ, ლიდერებისგან, პოლიტიკური ისტებლიშმენტისგან, რომ ეს სისტემები ჩვენ არ გვიცავდა ისრაელს და ეს გამოვლინდა კიდევაც და ნუ როგორც ბატონმა ამირანმა ახსენა, სამომავლოდ ეს როგორ გითხრათ, მიმართება შეერთებული შტატების მოკავშირეობასთან შეიძლება გადაიხედოს ამ მონარქიებში, გამომდინარე იქიდან, რომ შეერთებული შტატებთან მოკავშირეობა მათ არა უსაფრთხოების გარანტიებს აძლევს, არამედ პირიქით საფრთხის თავარ ასე ვთქვათ სამიზნეებად აქცევს. ხო, ჩვენ ვნახეთ, რომ სპარსეთის ყურის 6-ვე ქვეყანა გახდა ირანის თავდასხმების სამიზნე, პლუს ამას ემატება ერაყი, იორდანია და თავად ისრაელი, რაც როგორც ახსენეთ, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით ეს არის რეგიონული კონფლიქტი, მაგრამ თუ ის დროში გაიწელა, მაშინ ის შეიძლება გადაიქცეს გლობალურ კონფლიქტად და ჩვენ შეიძლება ვიხილოთ უშუალო ჩართულობა ერთი მხრიდან როგორც ევროპის ჩართულობით და მეორე მხრიდან შეიძლება ის პროაქტიული გახდეს ჩინეთის ან რუსეთის ჩართულობით. ვინც ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკას იცნობს და თვალს ადევნებს, მისთვის პრაქტიკულად გარდაუვალი იყო ეს ომი და ეს ომი გარდაუვალი გახდა 2023 წლის 7 ოქტომბრიდან. აქედან ისრაელმა დაიწყო ეგრეთ წოდებული ირანის წინსწრები თავდაცვითი ზღუდის განადგურება. რა იგულისხმებოდა ამ წინსწრები თავდაცვითი ზღუდეში? ეს არის ეგრეთ წოდებული შიიტური წინააღმდეგობის რკალი. რა შედიოდა ამ შიიტური წინააღმდეგობის რკალში? ეს იყო სირიაში ასადის ხელისუფლება, ეს არის ლიბანში ჰეზბოლა ორგანიზაცია შიიტური წინააღმდეგობის მოძრაობა, ეს არის იემენში ჰუსიტების მოძრაობა, ერაყში სახალხო მობილიზაციის ძალები და ნუ ამ წინააღმდეგობის გარეთ არსებობდა სუნიტური ჰამასი ღაზაში. ჩვენ რას ვხედავდით ხო 2023 წლიდან? ნუ დაიწყო ჰამასზე თავდასხმა, შემდეგ ვნახეთ 2024 წლის ოქტომბერი იყო, როდესაც მოხდა ლიბანში ჰეზბოლას ლიდერის ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია და ზოგადად ეს სპეცოპერაცია მოსადის, როდესაც პეიჯერებით 3,000-ზე მეტი ადამიანი დაზიანდა და გარდაიცვალა ლიბანში, რამაც საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა ზოგადად ორგანიზაციას ჰეზბოლას. და შემდეგ იმავე წლის დეკემბერში ნახეთ ასადის ხელისუფლების დასრულება სირიაში. ამან რა სურათი მოგვცა, რომ ამით ირანმა დააკარგა, ესე ვთქვათ, მოშიშულდა მისი თავდაცვითი სისტემა. ეს გარდაულად ჩვენ გვაძლევდა იმის სიგნალს, რომ რაღაც მომავალში თავდასხმა განხორციელდებოდა ირანში. ეს გარდაუვალობა ჩვენ ნახეთ ჩარშან 12-ღიან ომში, როდესაც ისრაელი შეეცადა, რომ ეს თავდასხმა დამოუკიდებლად განეხორციელებინა და შეიძლება ითქვას, რომ მოსინჯა ძალები რამდენად შეეძლო მას ირანთან პირდაპირ წინააღმდეგობაში შესვლის, თუმცა შარშანდელმა 12-მა დღემ აჩვენა ისრაელს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო დამოუკიდებლად ისრაელს ეს საკითხი გადაეჭრა და აქედან იწყება უკვე ბენიამინ ნეთანიაჰუს, ასე ვთქვათ, მუშაობა, აქტიური მუშაობა, რომ ამ კონფლიქტში ჩაერთო შეერთებული შტატები და ჩვენ ნახეთ კიდევაც, რომ მხოლოდ ერთ წელიწადში ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს 7-ჯერ ესტუმრა თეთრსახში, რაც უპრეცედენტო ციფრია, როდესაც ერთი ქვეყნის ლიდერი ხვდება მეორეს, ხო? ეს ცალსახად მიანიშნებდა იმას, რომ მზადდებოდა უკვე გაერთიანებული ტანდემში თავდასხმა ირანზე და ბოლოს უკვე ეს დეკემბრის-იანვრის მოვლენებიც ამაზე მიანიშნებდა, როდესაც მოხდა ეგრეთ წოდებული რაღაც შიდა პროტესტები, რომელიც შემდგომ შიგნით დივერსიულმა ძალებმა გამოიყენეს და მოხდა გარკვეულწილად ირანის საერთაშორისო დონეზე დემონიზება, რომ ეს რაღაცა ბრუტალურად უსწორდება პროტესტებს. ესეც იყო შემზადება საერთაშორისო საზოგადოების იმისთვის, რომ ეს ომი მოდიოდა და ამ ომის წინამდე გაჩენილიყო პროტესტები დასავლურ საზოგადოებაში, იმიტომ რომ ყოველთვის ამერიკული ომების წინ იყო ხოლმე საკმაოდ დიდი პროტესტები როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში და როგორც ესე ვთქვათ, იძახია დასავლურ სამყაროში. აქ შეიძლება მოვიაზროთ ავსტრალიას და ზელანდიას. ამიტომ ეს მოლაპარაკებების რაუნდები ეს რეალურად იყო, შეიძლება ითქვას, რომ ფიქცია, იმიტომ რომ რეალურად მათ შესათანხმებელი არაფერი აღარ ჰქონდათ, იმიტომ რომ თუ ნებელობა არსებობდა გარკვეული ბირთვული შეთანხმების დადების, ეს შეთანხმება უკვე დაიდებოდა აქამდე. უბრალოდ არ არსებობდა ნებელობა არც ერთი მხრიდან, არც მეორე მხრიდან, თუმცა ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა ესეთი რაღაც, რომ ირანი ბოლოს დათანხმდა ნულოვან ურანის გაუმდიდრებლობაზე, ანუ შემდგომი, ასე ვთქვათ, აი ამ ცენტრიფუგებს აღარ გააკეთებდა, უბრალოდ რაც ჰქონდა, იმას შეინახავდა და ამაზე უკვე გადაწყვეტილი იყო ხელმოწერა ორივე მხრიდან, როდესაც მოხდა ის, რაც მოხდა, დონალდ ტრამპი გამოვიდა განცხადებით, რომ შეერთებულმა შტატებმა დაიწყო თავდასხმა ირანზე. რაც შეეხება ხა ირანის შესაძლებლობებს,
ხა სამხედრო ექსპორტი არ ვარ, მაგრამ რაღაცა ზოგადი ცოდნით რაც შეიძლება ვთქვა, ეს არის რომ ირანის თავდაცვის ძალები არ გამოირჩეოდნენ, ასე ვთქვათ, თანამედროვე ავიაციით, მათ აქვთ ძველი საბჭოური ავიაცია, რომელიც დღეს თანამედროვე ავიამოიერიშებს ვერ უწევენ კონკურენციას. ნუ არ ქონდა ისეთი თანამედროვე თავდაცვითი სარაკეტო სისტემები, აქვს ბუნებრივად, თუმცა რაოდენობრივად არ არის ბევრი და ძირითადად ისინი მაინც კონცენტრირებული არიან თეირანის დაცვაზე, მაგრამ როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ისიც კარგად ვერ მუშაობს. ნუ არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ირანი არის უზარმაზარი ქვეყანა, ეს არის 1.600.000 კვადრატული კილომეტრი, ეს არის დაახლოებით 3-ჯერ დიდი ვიდრე უკრაინა, ანუ თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ ხო ზომები. ამიტომ მთლიანად ამ ტერიტორიის უზრუნველყოფა ამ თავდაცვითი სარაკეტო სისტემებით პრაქტიკულად შეუძლებელია და ნუ რაც იყო, ასე ვთქვათ, პლუს, ასე ვთქვათ, უპირატესობა ამ შემთხვევაში ირანული თავდაცვის ძალების, ეს არის ეს ბალისტიკური რაკეტების პროგრამა, ზუსტად ეს არის დრონების პროგრამა და ეს არის საზღვაო დრონების პროგრამა. ნუ ესეც ვახსენოთ, რომ ფლოტიც არ არის ირანის პლუსი და რეალურად ჩვენ ხედავთ ირანის მხრიდან გამბიც ამ თვალსაზრისით, რომ ის წირავს საკუთარ ფლოტს ბოლო დღეებში, რასაც ხედავთ, პრაქტიკულად შეიძლება ვთქვათ, რომ განადგურებულია წამყვანი, ასე ვთქვათ, სამხედრო საზღვაო, ასე ვთქვათ, ძალები ირანის. ამიტომ ის ფსონს ჩამოდის ამ ბალისტიკურ რაკეტებზე, რასაც თხოვდნენ შეერთებული შტატები, მოითხოვდნენ შეერთებული შტატები და ისრაელი, რომ მასზე უარი ეთქვა და ნუ ამაზე უარის თქმა პრაქტიკულად როგორც ვახსენეთ, ეს არის ირანს უნდა ეთქვა საკუთარ თავზე, ანუ საკუთარ უსაფრთხოებაზე უარი, რაც ეს ნიშნავდა იმას, რომ თუ კი ამას დათანხმდებოდა ირანი, რაღაც მომავალში ისრაელი და შეერთებული შტატები მაინც გააკეთებდნენ იმას, რასაც აკეთებდნენ. ეხლა თვითონ კონფლიქტის პროცესს რო დავაკვირდეთ, მაინც ომი უნდა განსაზღვროს პოლიტიკური მიზნებით, რამდენად მიიღწევა ეს მიზანი, არ მიიღწევა და ასე შემდეგ. შეერთებული შტატების მიზანი სასახად, რაც უნდა მათი ელაპარაკონ, აქ არის რეჟიმის ცვლილება, ხელისუფლების ცვლილება. გამომდინარე იქიდან, რომ თუ კი ნებისმიერი სახით დღეს არსებული ხელისუფლება შენარჩუნდება ირანში, ის გააგრძელებს ისევ ბალისტიკური რაკეტების პროგრამას და ის პრაქტიკულად გარდაულად შექმნის ბირთვულ იარაღს. იმიტომ რომ ირანის მომავალ ხელისუფლებებში ყოველთვის იქნება, ასე ვთქვათ, ის დამაჯერებელი არგუმენტი, რომ რაღაც მომავალში ისრაელი და შეერთებული შტატები იმავეს გაიმეორებენ, რასაც დღეს აკეთებენ, იმიტომ რომ ირანი არის გეოსტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა ევრაზიის მატერიაზე, იმიტომ რომ ის აკავშირებს ევროპას აზიასთან, ჩრდილოეთ სამხრეთის წყლებთან. ის არის უზარმაზარი რესურსების მქონე ქვეყანა, მისი გაზის მარაგები არის მეორე მსოფლიოში და ნავთობის მარაგებით ხუთეულში შედის და ის აკონტროლებს სპარსეთის ყურეს, ყველაზე ასე ვთქვათ, გეოსტრატეგიულ ადგილს მსოფლიოში. ამიტომ ირანთან სამომავლო დაპირისპირებაც იქნება გარდაუვალი. ამიტომ თუ შენარჩუნდა ეს ხელისუფლება და თუ მაგალითად დადასტურებული არ არის, რომ ის აიათოლა დაირჩიეს მოჯტაბა ხამენეი, თუმცა თუ მას აირჩევენ, ეს არის გარკვეულწილად hardlinerებს, ანუ ხისტი მსოფლმხედველობის მქონე ადამიანები, ეს შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაც მომავალში ბირთვული ირანი არის გარდაუვალი. ამიტომ შეერთებული შტატები დგას დღეს რეალურად დილემის წინაშე. მან უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემა, ანუ ირანის დღევანდელი ხელისუფლება, ან მან უნდა დათმოს მთლიანად ახლო აღმოსავლეთით. ჩვენ ზოგადად უნდა გავყოთ ხოლმე ეს პროტესტის შინაარსი, არის ხოლმე ირანში პროტესტი, რომელიც არ არის ანტისისტემური პროტესტი, უბრალოდ რაღაცა კონკრეტული სოციალური პრობლემის შესახებ გამოდის მოსახლეობის ნაწილი და აპროტესტებს იმას რაღაც. არის ძალიან მცირე ნაწილი ირანში, რომელიც არის ანტისისტემური, რომელსაც აღარ სურს ეს თეოკრატიული სისტემა, თუმცა ეს არის საკმაოდ მცირე ნაწილი საზოგადოების. შეიძლება ვთქვათ, რომ დღევანდელი ხელისუფლება მაინც არის ლეგიტიმური ირანში, რასაც აჩვენებს ბოლო დღეების კადრები, როდესაც პრაქტიკულად ყველა ქალაქი არის მოსახლეობით სავსე და მხარს უჭერს დღევანდელ ხელისუფლებას აი ამ კონფლიქტში და ისტორიული გამოცდილება ირანის, მაგალითად 1980 წელს დაწყებული კონფლიქტი ერახთან, ეს გამოცდილება აჩვენებს იმას, რომ ასეთ მომენტებში ირანული საზოგადოება არის ხოლმე კონსოლიდირებული. მაშინ ირანული საზოგადოება გაცილებით დანაწევრებული იყო, მაშინ იყო მემარცხენე რაღაც სტუდენტების ნაწილი, იყო ეს კონსერვატიული თეოკრატების მომხრეები, იყო რესპუბლიკის მომხრეები და მათ შორის იყო შეიძლება ვთქვათ, რომ ესე ვთქვათ ჩუმი სამოქალაქო დაპირისპირება, მაგრამ ერაყის ომმა ეს სამი ჯგუფი მაშინ გააერთიანა და მოხდა ქვეყნის კონსოლიდირება, რამაც გადაწყვიტა კიდევაც ის, რომ ნუ ეხლა ვერ ვიტყვით, რომ მაშინ ირანმა წარმატებას მიაღწია ამ კონფლიქტში, თუმცა არ
დამარცხდა და შენარჩუნდა სახელმწიფოებრიობა და შენარჩუნდა მაშინდელი ხელისუფლება. აქ საფრთხე არის ისევ სეპარატისტული დაჯგუფებები, რაც ახსენა ბატონმა ამირანმა და ამისკენ უკვე შეერთებულმა შტატებმა გადადგა ნაბიჯები. ისინი ასე ვთქვათ პირდაპირ კომუნიკაციაში იმყოფებიან ერაყის ქურთისტანის ლიდერებთან, მასუდ ბარზანის ოჯახთან და ისინი პირდებიან რომ თუ კი მოხდება გარკვეულწილად თავდასხმა ირანზე ქურთების მხრიდან, ისინი პირდებიან ქურთებს რაღაც ქურთულ სახელმწიფოს ირანში და ასევე აქეთკენ პროცესი რომ მიდის მიანიშნებს იმას რომ შეერთებული შტატები და ისრაელი ინტენსიურად ბომბავს ერაყისა და ირანის საზღვარს, ქურთისტანისა და ირანის საზღვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტებს, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს, რომ იგულად მოხდეს ტრანზიტი, ასე ვთქვათ, აი დაჯგუფებების ირანულ ტერიტორიაზე. თუმცა, როგორც აღახსენეთ, ესე იგი, ირანული არმია არის საკმაოდ მოცულობითი. არმიას ემატება ცალკე რევოლუციურ გუშაქთა კორპუსი, რომელიც პრაქტიკულად იმავე ზომისაა, რაც ირანული არმია და ამას პლუს ემატება ბასიჯთა დაჯგუფება, ეს არის მოხალისეობრივი დაჯგუფება ადამიანების, რომლებიც ხარს უჭერენ თეოკრატიულ ისლამურ რევოლუციას. ამიტომ, ესე თქვათ, თუნდაც 15,000-იანი ადამიანის რაღაცა გადასროლა, რაც ამ შემთხვევაში ესეც რთულად წარმოსადგენია, როგორ უნდა მოხდეს ამ ადამიანების გადაყვანა ამ მოცულობით საზღვარზე, ამ მოდენობის ადამიანები ვერ შექმნიან იმ წინააღმდეგობას, რომელიც არ აღმოჩნდება დაძლევადი აი ირანული შიდა სამხედრო სტრუქტურებისთვის. და ვიტყოდი იმასაც, რომ დღევანდელმა ირანმა გარკვეულწილად გამოიტანა გაკვეთილები როგორც უკრაინის კონფლიქტიდან, ასევე 12-დღიანი კონფლიქტიდან გასულ წლის და რას გულისხმობ ამაში პრაქტიკულად აღარ არის ცენტრალიზებული სამხედრო მმართველობა, მოხდა მისი უფლებების დელეგირება აი ამ რეგიონულ მმართველობებზე და რეალურად დღეს არის ირანი მოზაიკურ თავდაცვაზე გადასული. ამიტომ რთულია ასეთ დროს, რომ მაგალითად კი შეიძლება რაღაცა თეირანში თავარი ცენტრი გაანადგუროთ, თუმცა დანარჩენი ასე ვთქვათ რეგიონული სამხედრო დანაყოფები ავტონომიურად განაგრძობენ წინააღმდეგობას. რაც საპირისპიროდ არ აქვს შეერთებულ შტატებს და ისრაელს, ხო? შეერთებულ შტატებს მაინც აქვს კონცენტრირებული სამხედრო ბაზები, ფლოტი ამ რეგიონში და რაც იყო აი ბოლო დღეების მოვლენება ამჩვენა, რომ გარკვეულწილად ტკივნეული იყო შეერთებულ შტატებისთვის, როდესაც მას პირველად პრაქტიკულად ისტორიაში 5 ბაზაზე, ამერიკულ ბაზაზე ერთად მიიტანეს იერეში და განადგურდა რაღაცა უზარმაზარი რაოდენობის ინფრასტრუქტურა. შეიძლება ბევრი შეერთებულ შტატებში ამას ადარებს პერლ-ჰარბორის მერე ყველაზე დიდ კატასტროფას შეერთებულ შტატებისთვის, იმიტომ რომ მსგავსი მოვლენა პრაქტიკულად არ მომხდარა და ირანი დღეს იმყოფება, როგორც ბატონმა ამირანმა ახსენა, დაახლოებით რეგიონის თითქმის ყველა სახელმწიფოსთან ომში, 14-15 ქვეყანასთან, რაც ხო, ну ცოტა აი როგორ გითხრათ, ესეთი ფსონების ჩამოსვლა ძალიან რთულია, საერთკენ წავა კონფლიქტი. თუმცა, ну, როგორც ვახსენე, ამ ომის რაღაც სტატუს-კვო, ანუ როგორ გითხრათ, გადაუწყვეტელი სტატუს-კვოთი გაჩერება მიუღებელია როგორც ერთი მხარისთვის, ასევე მეორე მხარისთვის. ეს მოცემულობა ხდის ამ კონფლიქტს კრიტიკულს და შეიძლება ის გადაიზარდოს, შეიძლება ვირტუალურ კონფლიქტშიც კი, რაც არის საკმაოდ, ანუ გლობალური საზოგადოებისთვის გამოწვევა.